მოკლედ ვისაც აინტერესებს როგორ მუშაობს ჩემი ავტომატური მოპედი, რომელსაც ასე ბევრი მოიხსენიებს. პირველ რიგში უნდა გავიჯავისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ერთი ჩქარიანი მოტო არ არის. ეს არის რეალურად ჩვეულებრივად 6 სიჩქარიანი კოლოფით, აი როგორც ხედავთ ახლა არის სიჩქარეები, ჩვეულებრივად არეგულირებს სიჩქარებს. ოღონდ ერთი განსხვავება ისაა, რომ ფეხზე სიჩქარის განსაცველი არ მაქვს. ფეხზე არ თავს. სიჩქარის განსაცველი ეგრეთ წოდებული ტიპტრონიკი მაქვს ხელზე. აი მაგალითად თუ მინდა ძრავით დამუხრუჭება, მოდი გადავუხროთ ცოტა გვერდზე. ვაწვევი ამ მინუსს და შეხედეთ სიჩქარებს. და მოტომ ავტომატურად გამოიყენა ეგრეთ წოდებული engine braking-ი, ანუ downshifting-ი და ჩვეულებრივად დაამოხრუჭა ძრავი. ანუ ერთადერთი რაც არის, უბრალოდ ორი რაღაც, რაც არ მაქვს მე, სტანდარტული მოტოზე ნათქვამით არის, რომ ფეხი სიჩქარებს ძართავ, ანუ მარცხენა ფეხზე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს. განსაკუთრებით კარგია ეს იმათი, ვისაც მარცხენა ფეხზე მობილობის პრობლემა აქვს, ან პროტეზი აქვს, თუ სხვათა შორის მომწერა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ვისაც მარცხენა ფეხზე პრობლემა აქვს. მათთვის ეს არის აბსოლუტურად იდეალური მოტო, იმიტომ რომ ფიზიკურად მარცხენა ფეხის გამოყენება არ გჭირდება. მეორე სხვაობა რაც არის ის, რომ არ მაქვს ეგრეთ წოდებული კონუსი ხელზე. ანუ კონუსი, ანუ ცეპლენია, ანუ კლაჩი. ამ მოტოციკლებს აპირებულად 2 და 2-ვე აქვს შიგნით. ანუ რეალურად ამ ორ კლაჩს იყენებს ერთმანეთის მონაცვლეობით, რის გამოც ხდება სიჩქარეების ავტომატური გადართვა. რეალურად ეს არის, აქ სიჩქარეს არ თავ, თავ რეალურად აი პატარა ღილაკი მაქვს პლუსისთვის, ნახეთ. ეხლა წავალ მეორეში თავის ჩაგდო, მაგრამ მესამეში შეგვიძლია ჩავაგდო, ან მეორეში ისევ. რეალურად ეს არის, ეს ორი ღილაკი მაქვს რეალურად ფეხის მაგივრად, ანუ ფეხის ჩატმა მოტყვის მაგივრად. თავ უბრალოდ ამ. ეხლა მინუსი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ნაკლი აქვს. ჩვეულებრივი მოტოსავით ეს არის მათეო. მინუსი, ის რომ სიჩქარის დარეგულირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ გაზით, ანუ გამშვებით. ანუ იმის გამო რომ კონუსი არ მაქვს, სიჩქარის დარეგულირება უფრო მიჭირს. ანუ უფრო ხილი უნდა ვიყოს სიჩქარეზე, იმიტომ რომ რეალურად საკმაოდ ძლავრი მოტოა, საკმაოდ კვირცხლია და ამის გამო ცოტა საშიშიც არის, საკმაოდ სწრაფია და ამის გამო არის ცოტა საშიში რა, ამიტომ შეიძლება ცოტა დარეგულირება კონუსი. და მეორე პრობლემა არის, რომ ეგრეთ წოდებული, ანუ რევინგს ვერ ვაკეთებ. ანუ ვერ ვაგდებ ნეიტრალს, იმიტომ რომ ნახეთ აი ნეიტრალს რო ვაჭერ. ნეიტრალში არ ვარდება მოტო და ანუ ბღუილი და ხმის მიცემა არ შემიძლია რა. ეგ არის ეგ მართლა მინუსია, ახლა ვაღიარებ. ძალიან დიდი მინუსია, ეგ რეალურად, რა ვიცი რა, მოტოს ნახევარს კარგავს, მაგრამ რა გავაკეთე? ცოტა ვერ ვიმარიგებ. მაგრამ გაჩერებულზე შემიძლია. ანუ თუ მინდა რომ მექანიკით ვიარო, ვაგდებ M-ში. და ჩვეულებრივად ეხა მე 4-ში ხარ. მიდის არ მინდა მე 4-ში. ჩავაგდე მესამეში და მესამეთი დავდივარ.